გამარჯობა, მოდი ვცადოთ პირველი ვლოგის გაკეთება და გავემზადოთ ლექციებზე წასასვლელად. ვიმყოფები ბაკურიანში, ახალგაზრდების ჩართულობის და გაძლიერების პროგრამა არის ახალგაზრდული ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. რამდენიმე დღე უნდა ვიყოთ აქ და უკვე ვართ დაახლოებით 60 ადამიანი ვართ პირველ ნაკადზე და როგორც ვიცი ორ ნაკადად ტარდება. მეორე ნაკადიც ჩვენს შემდეგ ჩამოდის. პირველი სესიის თემა არის ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა, ხოლო მეორე სესია, რომელიც დღეს უნდა ჩაგვიტარდეს, არის ახალგაზრდული პოლიტიკა, ლიდერობა და მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა. პირველ თემას გვიკითხავს ლიზი სოფრომაძე და თან გაცნობითი ხასიათიც ექნება პირველ შეხვედრას. ეს ჩემი პატარა ნივთები და ჩემი შეკერილი ჩანთა არის მეორადი სამოსისგან, რაც ძალიან მომწონს. ტევადიც არის და პატარაც თან დამაქვს საკუთარი ნივთები, თუკისად მე მაქვს მოკლედ. ძალიან პრაქტიკული გამოდგა. ამ სტილის ჩანთებს ბარემ აქვე გეტყვით, ქვია იაპონური სტილის ჩანთები. იაპონური კვანძოვანი სტილის ჩანთები. ესეც ჩემი საათი, რომელიც მეხმარება დროის განსაზღვრაში და ასევე რამდენად აქტიური ვარ დღის განმავლობაში. ჭირდება ხოლმე მოკლედ ამის გაკონტროლება. ესე ჩავიცვი, მოკლედ თეთრი კაბა ავარჩიე დღეს. და ესეთი მოსაცმელი, რომელიც სავარაუდოდ არ დამჭირდება, იმიტომ რომ კარგი ამინდია. ძალიან მომწონს, სხვათა შორის ერთიც და მეორეც ასევე მეორადი სამოსის მაღაზიაში მაქვს ნაყიდი და ძალიან ვამაყობ ჩემი არჩევანით. ძალიან მომწონს, თქვენ როგორ მოგეწონებათ, ეგეც მითხარით, მაინტერესებს. მოკლედ მე და ელენე წავედით ერთად და ძალიან მომწონს სხვათა შორის სასტუმრო, რომელშიც ვართ განთავსებული. სასტუმროს ქვია კომორები. ძალიან ლამაზი ინტერიერი აქვს, გაგიჟებული ვიყავ. ძალიან მომწონს, ძალიან დიდი სასტუმრო არის და ეს სტილი, ინდუსტრიული სტილი არის, თუ არ ვცდები, რაც აქვს არჩეული სასტუმროს ინტერიერისთვის. განსაკუთრებით პირველ სართულზე არის ძალიან ლამაზად მოწყობილი. ესეთი ხედები არის ფანჯრიდან, რკინის კიბეები არის ყველგან შავ ფერში გადაწყვეტილი და ეს დეტალები ფანჯრებსაც ძალიან ლამაზად აქვს შავად. ძალიან მომწონს ეს სტილი, მოკლედ, ძალიან მინდა რომ ჩემი სახელიც ესეთ სტილში იყოს. არ ვიცი თქვენ რამდენად მოგწონთ. და განსაკუთრებით ესეთი ფარდასავით დაშვებული კიბეების მოაჯირები მომწონს. ეს ტიხრებიც და მოკლედ ყველაფერი ახლა რასაც ხედავთ სპეციალურად გადავიღე, იმიტომ რომ ახრტოვანებული ვიყავი ინტერიერის დიზაინით. აქეთ ჯერ დაგენახოთ. ესე გამოვიყურები. შემდეგ შევალთ ჩვენ საკონფერენციო დარბაზში. ლექციის შემდეგ კვებაზე ჩამოვედით, შვედური მაგიდა იყო და სრულისამებრ რაც გვინდოდა იმას ავიღებდით. საკმაოდ დიდი არჩევანი იყო. ყველანაირი სურვილის მქონე ადამიანს და გემოვნების მქონე ადამიანს დააკმაყოფილებდა მოკლედ ის მენიუ, რაც იყო წარმოდგენილი, ეს ერთ-ერთი კვება გაჩვენეთ. ამ ბოლო დროს უკვე კარგახანია შაქრის გარეშე ვჭამ ხოლმე, ვსვამ ხოლმე ყავას და ჩაის და ესე მგონია რომ უფრო გემრიელია, როდესაც ესე მივიქმევ. შესვენების დროს რამდენიმე წუთით ესე გარეთ ვიყავით გამოსული და ეს არის მათი ეზო. დავისვენეთ და ისევ გავაგრძელეთ უკვე მეორე სესია. მეორე სესიის თემა იყო ახალგაზრდული პოლიტიკა, ლიდერობა და მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა. ჯგუფებად დავიყავით. ძალიან საინტერესო თემა იყო სამუშაოდ და განსაკუთრებით ჯგუფური მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. ეს ჩემი ერთ-ერთი ჯგუფელი აიჰანი იყო. აქ უკვე ვცდილობ, რომ ჩვენი გუნდის ნამუშევარი წარვადგინო და შემიძლია რაღაც ნაწყვეტი მოგასმენინოთ ჩვენი ნამუშევრიდან. მოკიდებული არ უნდა იყო რა რეალურად და შეგვიძლია შეგეძლოს
გამიჯნა, სამსახური შეიძლება მთელი 8 საათის განმავლობაში კარგვარიანში ლეპტოპთან იჯდე მუშაობდე, ხო, სახშირდასაც დაბრუნდები შეიძლება განადოდეს და დაუთმო ბავშვებს, ოჯახს და ასე შემდეგ. ეს გამიჯნა უნდა შეგეძლოს. ასევე 24 საათი ვთქვათ სახლში ხარ, ხაჯეთი არ უნდა გეჭიროს ხარში. თვალებისთვის მცირე, თვალებისთვისაც ძალიან ცუდი. ისე ემოციურად ძალიან ცუდი არის ადამიანისთვის და ძალიან ცუდ რაღაც სტრესად და ცუდ რაღაცას გამოწვევს. სესიის შემდეგ პატარა შესვენება ჰქონდა, ჰაერზე ვიყავით გასვლები, ზოგი ესე სამაგიდო თამაშებით ერთობოდნენ და კონკრეტულად ნაცალგორებდნენ. სხვადასხვა მე ჭადრაკს ვთამაშობ, საკმაოდ კარგად ესე აღმოჩნდა. დამემოწმებიან იქ მყოფი ახალგაზრდები. ბუნებაზე კომენტარს არ გავაკეთებ, არაჩვეულებრივი ბუნება რომ არის ბაკურიანში, ეს ყველა ვიცით და ტემპერატურა ძალიან განსხვავდებოდა თბილისისგან. აქ უკვე გავაგრძელეთ სესია და ამ კონკრეტულ მომენტში ვსაუბრობ და გამიხილავ, თუ როგორი ტიპის ახალგაზრდები არსებობენ და საინტერესო რაღაც ფრაზები შემოიტანა მოკლედ ჩვენმა ლექტორმა, ლობიო ახალგაზრდები, სოკო ახალგაზრდები და პამიდორი ახალგაზრდები. თუ იცით, რომელი როგორი ტიპის ახალგაზრდა შეიძლება იყოს. ეხლა როგორი არისო პამიდორიო, იკითხა რა სჭირდება პამიდორსო და მოგასმენთ ჩემს პასუხს. სხვა სჭირდება, მოწამვლაც სჭირდება, პატრონობა სჭირდება, გამარგვა სჭირდება, ხარო და მერე გადარდა სჭირდება, კიდე ისა. ფოთლების აცლაც სჭირდება. შეიძლება მოგწამო. ხო, შეიძლება იმან უკბინოს, რა ქვია, ფაროსანამ და აღარ შეჭამო. საყვარლად გამოვამჟღავნე ჩემი სიყვარული ბოტანიკისადმი და მცენარეებისადმი. დავბრუნდით მოკლედ ნომერში, შემდეგ ცოტა ხანი დავისვენეთ. ეს მივდიოდი მეორე კორპუსში უნდა გადავსულიყავი, რომ ჩემს ნომერში მოუხვედრილი ვიყავი და ეს დერეფანი უნდა გამევლო ხოლმე. ძალიან ლამაზი არის. ეხლა მოვედი ოთახში და სახეზე თუ კი რამე მესვა. ამის უმარა ისეც მოვიშორე. ალერგია მოვწო. წავედი ხა ისო ლექციაზე. ხო, კიდე აღმოაჩინე, რომ გზაში დამიკარგო სწავლების პატარა ჩანთა, რომელიც სულ თხანდა მაქვს ხოლმე ყოველ შემთხვევისთვის. რომელშიც მე და წამალი, როცა მოკლედ ლაქტოზის აუტანლობა მაქვს და ხანდახან ჭირდება რაღაც წამლის დაღება და დამიკარგავს ჩანთა. იმედი მაქვს ვიპოვნი ანუ ძღოლს უნდა დავუკავშირდე, ნახოთ თუ გამოვარა. თუ არა და მომიწევს ახალი ჩანთის ყიდვა და ახალი წამლების ყიდვა. დავუბრუნდი ისევ სესიას და აქ ახალ ლექციაზე მოკლედ მოგვიწია თავის გაცნობა ლექტორისთვის წარდგენა. თუ ვინ ვიყავით, საიდან ვიყავით და შემიძლია ცოტა მოგასმენოთ ჩემს შესახებ. მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის ლიდერი არა, პროექტების მენეჯერი და ახალგაზრდული მუშაკი ვარ. ამჯერად მოხალისედ. ესე გამოდის, რომ მოხალისედ მუშაობთ, იმიტომ რომ პროექტები ფაქტურად ყველაფერი გაჩერებულია. და მოხალისეობრივად ვაკეთებთ ხოლმე რაღაც აქტივობებს, რაც შეგვიძლია, რომ მინიმალური დანახარჯებით გავაკეთოთ და სხვათა შორის, აი crowdfunding-ის პატარა გამოცდილებებიც გვაქვს, რომ ვცდილობთ ხალხი ჩვენი მოსახლეობა ჩავთოთ ხოლმე, მაგათაც დასუფთავების აქციებში და ბოლო აქციაში ხაჭაპურებით დაგვეხმარნენ, ესე ვთქვათ. ან ერთ-ერთმა საცხობმა ყვება უზრუნველყო. ხო, მაგარია ძალიან. კიდე ვარ ეკოაქტივისტი, უკვე რამდენიმე წელია და ვცდილობ თბილისის დიდი ლილოს ნაკავსაყრელის დახურვას და ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა მას თუ გავაკეთებ და შევძლებ. და ხო, კიდე ერთი როლი და მთავარი ჩემი ცხოვრების დედობა. ხო, და ჩემი აზრით, სწორედ აი მას შემდეგ შეიცვალა ჩემი სამყარო და სხვანაირად დავიწყე ფიქრი რა ბევრ რაღაცაზე და ბევრი რაღაცის შეცვლის სურვილი გამიჩნდა მას შემდეგ, რაც დაგხვდი.
ასეთი გაცნობის შემდეგ ყავა ნამდვილად დავიმსახურე. ეს ხუმრობით, მაგრამ ყავის შესვენება გქონდა. ეს ჩემი ელენე და სანდრო არიან ჩემს გვერდზე და აქ კვლავ აღფრთოვანებული ხეც ვიღებ ჩვენი ფანჯრიდან და იმ სიმწვანეს, რაც შემოდიოდა ხოლმე ჩვენთან. სანდრო და ელენე არიან ძალიან ყოჩაღი და კარგი ბავშვები, ძალიან ჭკვიანები. ძალიან გონიერი ახალგაზრდობა ესწრებოდა სესიები. მორჩა დღევანდელი სესიები. ძალიან დაღლილი. ძალიან დაღლილი ვარ. ეხლა მოვედით ოთახში და დავისვენებ ცოტა ხანი. გასერინება გვინდოდა მე გარეთ ჰაერზე, მაგრამ წვიმა დაიწყო. ხო და არ ვიცი, საღამოს რას გავაკეთებთ, არ ვიცი. ეხლა ცოტა ხანი დასვენება გვინდა. და რა უნდა გავაკეთო ხა იცით? უნდა გავალთო. იმედი მოვსად დავწყო. ესე იგი, მაქვს ესეთი თეთრი ბერანგი, და ეხლა გავრისკოთ. მოდი პატარაზე ვცდი. აქაც ვითომ იპოვე საქმე. მგონი ავთოვებს. კარგად ავთოვებს. აი რა გინდა, ხო შეიძლება ისეთი ტანსაცმელი ჩაიცვა. უთორო არ ჭირდება. ვინ გეკაჩება? უps. არა მომწონს. კარგი უთოა. ძალიან მომწონს ვაიმე. რაც არ წვდება. ესე, მაგრამ დღეს მოვჭით ყველაფერს. მაგრამ ეს მაინც ვჭირდება. მგონი სახლისთვის ერთი ესეთი უთო უნდა ვიყიდო. ოთქლის უთო. არ არის საკმარისი. ის გიყვართ უთოობა და უთავება. მე არა. რა მაინტერესებს. აი პერანგებს რო ავთოვებთ. ზოლებს უკეთებთ ხოლმე. მე მახსოვს რა გავთხოვდი. ჩემმა დედამ თიმა ნახა, რომ ჩემ ქმარს ეცვა ზოლებიანი. ზოლებიანი პერანგი და ეს რა არის. გაიხო მაგას არ მოყვარს. მე მგონი კარგად დავავთოვე. საკმარისია. გვეღო. იდეალისტი არ ვარ. მაგარი უთოა. ცოტა დამწვარი, მაგრამ მაგარი. აბა როგორ მოგწონთ ჩემი ლუკი, მოკლედ ესე ავაწყე. ის თეთრი პერანგი ჩავიცვი, ქვემოთ ეს ჩემი წინწკლიბენი ახალი კაბა და შემდეგ წავედი გავეშურე ჭადრკის სათამაშოდ და მინდა გითხრა, რომ საუკეთესოდ თამაშობდი. რამდენ კაცში არ ვიცი, მაგრამ ვინც კი მეთამაშებოდა, უმრავლესობით მოვიგე, მოკლედ შეგიძლიათ იამაყოთ ჩემი
მე ვამაყობ ჩემი თავით, რომ ამდენი ხელი მოვიგე და სულ ბიჭები დავამარცხე. ხო და ამით განსაკუთრებით ვამაყობ, იმიტომ რომ ქალებს და კაცებს, როგორც იცით, ჭადრაკში ერთად არ ათამაშებენ, ხოლმე როცა შეჯიბრებაა და იშვიათად მიწევდა ხოლმე ბიჭებთან თამაში ყოველთვის. ხო და თან წლები აღარ მითამაშია და რაღაც მესია მონარა ბავშვობის შემდეგ კარგი იყო. თან ესე ამდენჯერ მართლა არ მითამაშია ზედიზედ. კარგი იყო რა. და ძალიან მაინტერესებს მოგეწონათ თუ არა ჩემი გადაღებული ვლოგის სტილი. პირველი მცდელობა იყო და ძალიან არ გამაკრიტიკოთ. აბა, კარგად შემდეგ ვლოგამდე. ან შეხვედრამდე.